აგრძელებს სტუმართან თორნიკე თოხაძესთან ერთად, რომელიც საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარეა. მაიკო დილამშვიდობის და მოგესალმები ჩვენ სტუმარს. დილამშვიდობის ანა, დიდი მადლობა მარიამ სიუჟეტისთვის და მეც მას პირდაპირ ეთერში ვულოცავ დაოჯახებას დღევანდელ დღეს და ვუსურვებ დიდ ბედნიერებას. რაც შეეხება დღევანდელ რუბრიკას, დღევანდელი რუბრიკა არის ტექნოლოგიებზე. როგორც ყველამ ვიცით, ციფრული საოპერაციო თუ საინფორმაციო ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება დღევანდელ დღეს და აისახება აბსოლუტურად ყველა ინდუსტრიაზე, მათ შორის ტურიზმის სექტორზეც. და დღეს ჩვენი სტუმარი ბატონი თორნიკე ისაუბრა ზუსტად ამ დეტალებზე. თქვენ შექმნით IT ასოციაცია. პირველ მაინტერესებს რა საქმიანობს ეს ასოციაცია და ტურიზმთან დაკავშირებით რა სიახლეები არის დღევანდელ დღეს. მოგესალმებით მაია, მივესალმები მაყურებელს. IT ასოციაცია სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ გააერთიანოს საერთო ინტერესების გარშემო IT სექტორში მოქმედი კომპანიები და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყოს სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას და ამით მთლიანად ქვეყანაში გაუმჯობესოს ტექნოლოგიური გარემო. შესაბამისად, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ, სხვადასხვა სექტორის მიმართულებით ვატარებთ კვლევებს, გამოკითხვებს და სწავლობთ მათ საჭიროებებს, თუ რა ჭირდება კონკრეტულ სექტორს, კონკრეტულ მიმართულებებში. ერთ-ერთი იყო ახლახანს ტურიზმი. დიახ, ცხადია, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, რეიტინგები იზრდება შემოსული ტურისტების რაოდენობა და ძალიან აქტუალური თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ ტურიზმის მიმართულებით ჩაგვეტარებინა. რამდენად ინდუსტრიის განვითარება ქვეყანაში ფეხს უწყობს ასევე ტექნოლოგიურ განვითარების ტენდენციებსაც. აი, სწორედ საინტერესო შეკითხვაა, იქიდან გამომდინარე, რომ სიუჟეტშიც იყო მოცემული რამდენიმე ძალიან საინტერესო ტენდენცია, რომელიც ცალსახად წაადგება ბიზნესს და მისთვის იქნება მნიშვნელოვანი გაყიდვების გაზის თვალსაზრისით და სხვადასხვა ეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით. თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ უფრო აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რასაც ქვია უფრო მომხმარებლის გამოცდილება, ანუ უშუალოდ მომხმარებელი ტურისტები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან, რა საკითხებზე აქვთ მათ უარყოფითი გამოხმაურება, რითი არიან უკმაყოფილოები. შესაბამისად, ისეთი გავლენიანი პორტალების საშუალებით, როგორიც არის Booking.com და TripAdvisor-ი, მოვიძიეთ, ასე ვთქვათ, მოვიკლუიეთ ის კომენტარები, ფიდბექები, რაც გაკეთებული აქვს მომხმარებელს, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია იკვეთება ინტერნეტთან დაკავშირებით. აი, სიუჟეტის იყო საუბარი, რომ ინტერნეტის მოხმარება იზრდება და ამავდროულად ჩვენ ამ თვალსაზრისით უნდა ფეხი აუწყოთ აი ამ მიმართულებას. აქ საინტერესოა ტრენდი იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს მსოფლიოს ტურიზმის რუკა ინტერნეტის სიჩქარის მიხედვით, რომელზეც საქართველოს საკმაოდ კარგად გამოიყურება თითქმის ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა იტალია და გერმანია, თითქმის იმ სიჩქარის ინტერნეტი გვაქვს საქართველოში, მაგრამ პრობლემა არის სწორედ იმაში, რომ ტურისტული ობიექტები, რომლებიც ჩვენ გამოვკითხეთ სხვა რეგიონში, ეს იყო აჭარა, გურია, სამეგრელო, კახეთი, თბილისი, ძალიან უჭირთ მათ უკვე ამ თვითონ მოწოდებული ინტერნეტის ადმინისტრირება და მართვა, რადგანაც ინფრასტრუქტურულად არიან მოუმზადებლები, რაც იწვევს მათი უშუალო მომხმარებლების მხრიდან საყვედურებს, უკმაყოფილებას და ეს აისახება აი ამ საერთაშორისო პორტალებზე, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყნის იმიჯზე კარგად და სიჩქარეზე არ არის პრობლემა, რამდენადაც იმაზე თუ რამდენად ადმინისტრირება ხდება სწორად ტექნოლოგიურად. თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, რომ საქართველოში სწრაფი გვაქვს ინტერნეტი, თუნელი ინტერნეტი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მხრივ დამაკმაყოფილებელია, კარგი ინტერნეტი გვაქვს, ჩვენს ბელ ქვეყნებთან შედარებით გაცილებით უკეთესი ინტერნეტი გვაქვს, თუმცა ამ ტენდენციებს რომ გავყვეთ, ანუ მომხმარებელმა ქცევა შეიცვალა, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ტურისტი სხვა დროს საერთაშორისო ზარებს ახორციელებდა იმისთვის, რომ დაკავშირებოდა ბიზნეს პარტნიორს, ან ოჯახის წევრს, ან მოგზაურობის დროს, ეს უკვე შეიცვალა, ყველაფერი გადავიდა აპლიკაციებში, თქვათ როგორიცაა Skype, Viber-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ, შესაბამისად, ყველაფერი ინტერნეტზეა მიბმული, ყველაფერი მობილურია, ასევე live ფუნქციები დაემატა და ეს ჯამურად მოითხოვს გაცილებით მეტი ინტერნეტის მიწოდებას მომხმარებლისთვის, ვიდრე ეს ხდება დღეს. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ
ერთის მხრივ ტურიზმის წარმომადგენლებს, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს იმაში, რომ სწორად მოხდეს მათი ინფორმირება ამ საკითხთან დაკავშირებით, მოხდეს სტანდარტების გაცნობა, თუ როგორ ხდება ზოგადად ამის დაგეგმა და ადმინისტრირება, თუმცა ამას ასოციაცია თავისი ძალით ცხადია ვერ აკეთებს, ამისთვის არის ასოციაციის წევრები და ის ჩვენ ვაერთიანებთ მთლიანად IT სექტორს, რომ მობილიზაცია გავაკეთოთ იმ რესურსის, რაც გააჩნია დღეს საქართველოში IT სექტორს, რომელიც არის არა ერთი კონკრეტული ობიექტის ან რაიმე კონკრეტული მიმართულების, ან უფრო ინფრასტრუქტურული პრობლემა იქმნება ამ თვალსაზრისით და გამოწვევები ინტერნეტის გარდა კიდევ რა საკითხები არის რიგი ტექნოლოგიების, რაც ამ კვლევაში დაფიქსირდა? საინტერესოა ზუსტად ინტერნეტზე არის მიბმული Wi-Fi სერვისის მოთხოვნა, იმიტომ რომ კომენტარებში არის რომ ესე იგი დაფარვის ზონები უკვე Wi-Fi თვალსაზრისით აღარ არის საკმარისი და გამოთქვამენ ამასთან დაკავშირებით ასე ვთქვათ უარყოფით შეფასებებს. შესაბამისად მეორე და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ონლაინ დაჯავშნების მიმართულება, იქიდან გამომდინარე რომ მათ სჭირდებათ სწორედ ის მობილური აპლიკაციები, ის ინტერნეტზე დაფუძნებული კომუნიკაცია იმისთვის რომ მარტივად შეძლონ ჩანიშნონ თავიანთი ვიზიტი სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთან და სასტუმრო დაჯავშნო და ეს ყველაფერი იყოს მარტივი და ორგანიზებული. რა თქმა უნდა. სხვა კიდევ რა, ანუ საოპერაციო სისტემებთან დაკავშირებით მაყურებელს მინდა აუხსნა საოპერაციო სისტემა ეს არის გარკვეულწილად სასტუმროს და რესტორნების ამ სექტორში ყოველ შემთხვევაში მართვის სისტემები, ისი მეშვეობითაც ხდება სტუმრის დარეგისტრირება, რასაც დაჩექინებას ვეძახით, რეზერვაციების გაკეთება, ჯავშნების რეპორტინგი და ასე შემდეგ. ამ კუთხით აღინიშნება თუ არა თვითონ უკვე ოპერატორებს და სერვის პროვაიდერებს შორის წინსვლა? ამ კუთხით ადრე ყველა Excel-ში მუშაობდა გვახსოვს. ძალიან საინტერესო შედარება არის ამ კუთხით გაუმჯობესდა სიტუაცია, თუმცა ეს მაინც არ არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენი კვლევა ზუსტად ორ ნაწილად იყოფოდა. ერთი იყო მომხმარებლის მხარე, ანუ რაც მომხმარებლის თვალით ძალიან კარგად ჩანს და შემჩნევადია და მეორე უკვე მენეჯმენტის თვალსაზრისით, უკვე ტურისტული ობიექტის ფლობელები, მენეჯერები და ასე შემდეგ როგორ მართავენ, ასე ვთქვათ, მათ პასუხისგებლობაში არსებულ კონკრეტულ ობიექტს, ან სასტუმრო იქნება, ეს რესტორანი იქნება, კაფე თუ ასე შემდეგ. მოხდა თუ არა ამ შემთხვევაში ტექნოლოგიები ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, დაზოგვის იმაში, რამდენად პრიორიტეტულად აღიქვამენ ინვესტორები, რომ ამ მიმართულებაში ჩატონ ფული და კონდეთ გამართული საოპერაციო სისტემები და რეალურად IT. ამ შემთხვევაში ბიუჯეტის შემთხვევაში საქმე ცოტა სხვანაირად არის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს უფრო სიღრმისეულ კვლევას მოითხოვდა პრიორიტეტების თვალსაზრისით, ანუ სხვადასხვა ობიექტებს პრიორიტეტები სხვადასხვანაირად აქვთ დალაგებული. შესაბამისად, ჩვენ ცალსახად იმის თქმა, რომ აუცილებლად ეს არის მთავარი საკითხი, რომლის გამოც შეიძლება დაფიქრდნენ და გადავიდნენ აი ასეთი ტიპის მართვაზე, ეს არ არის თავარი საკითხი, ანუ ეხლა ძირითადი ყურადღება ექცევა მაინც მომხმარებელი რას ამბობს და მომხმარებლის მიერ გამოთქმულ აი კმაყოფილების თუ უკმაყოფილების მიზეზებს. ეს უფრო ნათელი და ცხადია, ასე ვთქვათ, საერთაშორისო თვალთახედვითაც ადვილად ჩანს, თვითონ მომხმარებელი როცა ესაუბრება ხელმძღვანელ ასე ვთქვათ მფლობელებს და გამოთქმას პრეტენზიად ადვილად ჩანს და ზოგადად ადვილად დაბოლოს რამე გაჩნიათ რეალურად ამ გამოწვევებს როგორ უნდა მოერიოს? დიახ, ასოციაცია მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ეს პირველი ნაწილი იყო კვლევის ნაწილი, სადაც ჩვენ უკვე გაცილებით დეტალური ინფორმაცია გვაქვს და ამის მიხედვით უკვე ჩვენ ვიწყებთ მუშაობას საერთაშორისო ვენდორებთან, მომწოდებლებთან, რომლებიც არიან ამ გადაწყვეტილებების, ასე ვთქვათ, მწარმოებლები და სხვადასხვა ქვეყანაში გააჩნიათ სხვა ტიპის გამოცდილება. ამიტომ ჩვენ ორი მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ. ერთი არის ის, რომ საერთაშორისო გამოცდილება, მაგრამ მეორე არის ლოკალური გამოცდილება, რომ არის ობიექტები, სადაც ეს საკითხები ძალიან კარგად არის დარეგულირებული და კარგად იმართება, შესაბამისად, მათ აქვთ უკვე ცოდნაც და გამოცდილებაც, იციან შედეგის ფასი, ანუ ზუსტად მაგაზეა ის აგებული ფინანსური სარგებელი, რომ მათ უნდა დაინახონ იმის უკუგება, რომ თუ თქვათ დღეს გააკეთებენ $1 ინვესტიციას, რამდენი შეიძლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასთან ერთად
კერძო სექტორი და საჯარო სექტორის ჩაერთვება ამ პროცესში ძალიან აქტიურად ასოციაციასთან ერთად. მე მადლობა მინდა მოგიხადოთ თორნიკე დღეს სტუმრობისთვის, ჩვენი დრო სამწუხაროდ ამოწურულია და გემშვიდობებით შემდეგ სამშაბათამდე ტურიზმის მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მაიას და მოინდეს, მადლობა მის სტუმარს, საინტერესო თემის